შრომობთ, წვალობთ, იხდით გადასახადებს, დაახლოებით მესამეც, ცოტა მეც თქვენი შემოსავლით, რაც აკლდება საბოლოო ჯამში თქვენს ოჯახს, თქვენს თავს და ბევრ რამეს იკლებთ და ბევრ რამეს ვერ ახერხებთ. და ამ დროს, როდესაც ფიქრობთ, რომ კი რაღაცა ეგრე არის სახელმწიფო მოწყობილი, ადამიანებმა გადასახადები უნდა გადავიხადოთ, რომ რაღაცა სიკეთეები მივიღოთ მერე. ის იქნება გზა, გაჩერება და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა პროექტი, რასაც მერე უკვე მთავრობა აკეთებს. ამ დროს რაღაცა იმ თქვენ ნაშოვ ნაწვალებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და არა მხოლოდ მაღალჩინოსნები, ქვედა დონეზეც კი ხალხი რაღაცა ბოლომდე ტრაქში ისვამს მაგ ფულს და არ იცის რომელ ჯიბეში და რომელ ჩანთაში ჩატენოს თქვენი ფული. და თავისი შვილების უზრუნველ ცხოვრებას აწყობენ იმ ფულის ხარჯზე, რომელიც თქვენ შეგეძლოთ თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის მოგეხმაროთ. გეყიდათ უკეთესი ტანსაცმელი ან უკეთესი ბურთი ან რაღაცა უკეთეს მასწავლებელთან წაგეყვანა თქვენი შვილი და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ვამბობთ ხოლმე და მე ვარ მომხრე იმის, რომ გადასახადები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და სახელმწიფოს როლი ზოგადად ბევრ რამეში უნდა გამოვაცალოთ, იმიტომ სახელმწიფო რაღაცნაირად სამწუხაროდ აუცილებელი რაღაცა მავნებლობაა. მოსაპარი უნდა გქონდეთ, რაც შეიძლება ნაკლები. მოპარვას ვერანაირად ვერ დავაზღვევთ, ასე თუ ისე სადღაც როგორი ანგელოზებიც არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, აი ქართული ოცნების ამორჩევლის თვალით ისე რაღაცა ბიძინა ხო მოვიდა ანგელოზი ხალხთან ერთად, რომელსაც გააგდეს ნაციონალები, რაღაცა ეშმაკები და აქეთ რაღაცა ანგელოზები, ყვავილები და ცისარტყელა და არავინ არაფერს არ იპარავს და ყველაფერი კარგია. კობახიძის სიტყვებიც გავიხსენეთ, რომ ფული რო დაუდოთ ნებისმიერ ქართული ოცნების მაღალჩინოსანსო, წერსო, არს გაიხედავს ამ ფულისკენ. ოპა, სურპრიზი აღმოჩნდა ღარიბაშვილს თვალი გაეპარა.